გაზაფხული გვეწღება მალე პამიდორს დავთესა ძალიან მეყვარს ეს მომენტი პამიდორის დათესვა და მთელი ამბავი მოხვედი გოგო დაენახე რა ლამაზი ხარ დედა რა ლამაზია დედა Якобтия. Все, va manger. C'est fini. Va manger. Au revoir, va jouer. Qu'est-ce que ça arrive? Non, va manger. Assieds-toi. Alors, assieds-toi ici. Voilà. Დასვი აქ თუნდა. დღეს მივიდივართ მაღაზიებში. რაღაცების აყიდელი მაქვს რომ ჩემი პამიდორი იღბლიანად დავთესო. რაღაცები მაქვს აყიდელი, თან დღეს ისე მოხდა რომ მე და დავიდი არ მუშაობთ, მაგრამ ბავშვები სკოლაში არიან და დიზასთან. და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერება, სადმე ამათ გარეშე გაზვ. და ახლა გავიკეთებ მაკიაჟს. ცოტა ხანი ვიჭორავოთ. გაჩვენებთ ახლა რაღაცები მაქვს ნაყიდი და Louise, s'il te plaît. Allez, va jouer dans ta chambre. Allez. Donne-moi ça. Viens. Tu vas dans ta chambre. და მეთქი მოდი მაკიაჟი ერთად გავიკეთოთ. რაღაცებს მოგიყვებით, ვიჭორავოთ, თან ახალ მაკიაჟს გაჩვენებთ, რაღაცები ვიყიდე. და ასე. ვიწყებთ ბაზა, ანუ რა მისვია სახეზე, როგორც ყოველთვის ჩემი ბები კრემი თან მზის დამცავი და სახე ყოველთვის, გინდათ მზე არ არის, გინდათ მზე არის, ყოველთვის ვისმევ. ქალბატონი მოვიდა, ეხლა ამისი. ამიტომ ეგ მზის დამცავი კრემი უკვე სახეზე წავისროლ და მე რომელიც ჩემს პაუზ აბაზანიდან მანქანაში როგორც ნახეთ პატარა არაფერი არ დამაცადა და ვერაფერი ვერ გადაგიღეთ, სულ მაგის რბენაში ვეყავი. მოვედით ახლა მაღაზიებში 1-2 კვირისთვის, იმედ 2 კვირა არა, 1-10 დღისთვის რაღაცები ვიყიდეთ საჭმელი. და წავალ და სახში გაჩვენებთ რაღაცებს უკვე რა ვიყიდეთ. არაფერი გრანდიოზული არ არის. აქ წერია რომ ანუ ტაილანდური ხორცი რო ახვეით რა კეთებენ მაგას გავსო და რა ვიცი მე არაფერი წერაკ აი ბავშვების გარეშე რო ვართ რა სიწყნარია და რა სიმშვიდეა ვერ წარმოგიდგენთ მაღაზიებში მაგალითად ძალიან სასაცილოა რადგან ძალიან დიდი ტორმუზია როცა სადმე მივდივართ ბავშვები ძალიან ძნელია. თან როცა ჩემნაირები რომელიცაც ხან შიათ, ხან წყურიათ, ხან სათამაშო უნდათ, ხან რაღაცა, ხან ცხელა, ხან ცივა, ხან ანუ აი სულ რაღაცას რო გთხოვენ, ძალიან ძნელია. და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მშობელი გამიგებს. და ეხლა დავიცონებ რომ ბარე მოიშორე რაც განსაკეთებელია, ეხლა გავაკეთოთ რომ აი ბავშვები როცა ყავს ეს ყოველდღიური მაღაზიაში წასვლა, დიზელის ჩასხმა და ისა ყოველგვარი მიზანია უზარმაზარი რომ ჩხუბი ყვირილწივლის გარეშე ჩაიაროს ამ ყველაფერს. მოვედით სახლში. ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდეთ ხილბოსნორის მაღაზიაში და მე უკვე მაღაზიაში. ესე იგი, ხილბოსნორის მაღაზიაში ვიყიდეთ სალათა. მაცივარში ჩაგვიფეხება. Так, მერე შეხვდა მარწყვი. მარწყვი ღირდა 5 ევრო კილო. შემდეგ ისპანახი არა. ოხრახუში და მწვანე ხახვით ძალიან მიყვარს მწვანე ხახვი მეგობრებო. ყველაფერში სალათა, სადილი, უბრალოდ პური და ყველი და 2 კილომდე ვაშლი ღირდა 2 ევრო კილო. ვიყიდეთ ასეთი ბულგარული წიწაკა და ამ
ამასთანავე ბადრიჯანი ციაფი იღირდა 2 ევროზე ნაკლები კილო, ამიტომ ძალიან საინტერესო იყო. სტაფილოც ევრო და 35, იტალიური სტაფილოაო და მეთქი. პორტოხალი 2 ევრო კილო. ბანანი რა თქმა უნდა, ბანანი ციაფი იღირდა 2 ევრო იღირდა კილო ბანანი. პატარა ჩირი პომიდორი 4 ევრო კილო. ჩვეულებრივი ესეთი კიტრანა პომიდორი 3 ევრო კილო. ხო, ეს მორჩი, მე მგონი უკვე და კიტრი, ხო, ნიორი ვიყიდე კიდევ. აი ესეთი ნიორი. ნიორი ღირს 10 ევრო კილო აქა და ესე პატარ-პატარა ბატბიდულობ. მეგობრებო, მოპატიეთ, ახლა დავინახე, რომ კადრი ხტუნაობდა და საერთოდ არის სასიამოვნო, ასე ყურება. ამიტომ მოპატიეთ, მე მგონი ახლა აღარ არის მაგისი პრობლემა. ხილბოსნაუს გვერდზე გადავდებ. ვიყიდე ესეთი ყველი, სენდვიჩებზე წასასმელი, შემდეგ კრემი, მასკარპონე, მინდა რომ რამე გამოვაცხო. რა თქმა უნდა, გაყინული ბოსტნეულის გარეშე არ მოვდივარ მაღაზიიდან. ბროკოლი, ისპანაკი, ქათამი, შემდეგ კბილი კარტოფილი, ისევ გაყინული ბოსტნეული, ძალიან მიყვარს აი ეს შერეული ბოსტნეული, ძალიან გემრიელია, ძალიან რაღაცნაირი ბავშვური ბოსტნეული. ვიყიდით ასეთი მერგეზის სოსისები. ქათამი, ამასაც ახლა მაცივარში ჩავდებ, რადგან არ დაგჭირდება. არაკი. ყოველთვის ერთ გუშონს ხოლმე გამოვაყოლებ და მაცივარში ვიდებ, რომ თუ რამეა მასკარპონს გავურევ და ძალიან მაგარი კრემი გამომდის. ყველი ჩედარი, ესე ჩახიხილი. 2 კიტრი, რადგან ევრო ღირდა 1 კიტრი და ეხლა ევრო კიტრები აღარ ღირს. ვიყიდე ჩემთვის და ლუიზისთვის თმის დასამარცხნი და აი ესეთებით ძალიან კარგია, ჩვენ ძალიან გვყვარს ესეთი თმის დასამარცხნით დავარცხნო. შემდეგ ეხლა მე ამერხმობა თავის საყინოში და ისევ აგიღებთ. ახლა ვიყიდე ესეთი უბრალო შოკოლადები, ერთი შოკოლადი, მეორე შავი შოკოლადი. ამ შოკოლადებს ძალიან ხშირად ვიყენებ კექსებში, ნამსხვრებში. ვიყიდე კვერცხი. პურები სენდვიჩისთვის. ისევ ჩახეხილი ყველი. აი ასე. იოგურტები, ძალიან ბევრი იოგურტები, რადგან უკვე ლუიზი უკვე ჩვეულებრივ ჩვენნაირ იოგურტებს ჭამს და ძალიან მალე მიდის. ესე იგი, აი ასეთი იოგურტები. შემდეგ აი ესეთი ხილის ოღონ კარგად ათქვეფილი ხილი, ანუ შიგნით პროსტა გემო აქვს და არანაირი პატარა მარცვალი ხილის არ უნდა იყოს, თორე დენისი არ ჭამს. პური გლუტენის გარეშე. არაჟანი. ოღონ ცხიმიანი არა, ძალიან ცხიმიანი არა, 15-20%-იანს ვიღებ სახში რომ მივირთვათ. ძეხვი შემხვდა ფაზდაკლებით, რა თქმა უნდა ავიღე 2 ცალი. აი ასე. ყველი სენდვიჩებისთვის. აი ესეთი ყველით შემხვდა ფაზდაკლებით ბიუ. მეთქი რა თუ მეც არა გინაცვალე. აი ესეთი ყველი დავითმა არჩია. შემდეგ აი ესეთი ფუნჩუშები, დენის ძალიან უყვარს, რადგან რო ხსნის, შიგნით ხო კიდევ პატარა ცელოფნებშია ეს ჩვენი ფუნჩუშა და რო ხსნის სკდება და დიდი ხმა აქვს და უხარია და ეგახის ნამცხვარი რომ სკდება, ეგ მიყიდე. და ჩვეულებრივი მაწონი ჩვენთვის, რადგან ჩვენ მარტო მაწონს მივერთმევთ, შემიძლია მარტო მაწონი მივერთვა და ჩემი სიტკბო და კალორიების სხვა რამით დავიმატო რამე გემრიელობით და არაერთი იოგურტით. ვიყიდე რა თქმა უნდა სოუსი, ეს გემრიელი სამურაი სოუსია, უხდება ძალიან სენდვიჩებს. ვიყიდე ესე იგი კბილის პასტა, ასეთი კიდევ ეს რა ვიღე? ეს თურმე 4%-იანია. ეს კიდე 12. მე მეგონა რომ ის არის ანერები მიშალა, მე მეგონა რომ 30%-იანია, რადგან წითელია და თურმე არა ვშვის. გამოგვადგება, არაფერი არ გადაიყრება და მართლა წეგან ხილბოსნეულის მაღაზიაში დამოვიწყდა მეჩვენებინა ჟოლო.
დენისის და ლუიზის დიდი ბედნიერობა, ეს არის ასეთი ხილი, ჟოლო, მარწყვი, ძალიან უყვართ და ამიტომ ავიღე ეს ჟოლო ღირდა 8 ევრო კილო და ძალიან კარგი არ არის ძვირი 8 ევრო კილო. შია, ამიტომ დილით ვისადილეთ და აღარ გვიტანია მერე. და ახლა არის შუადღის 3 საათი. აბა ვიყიდეთ. 2 ცალი აი ესეთი იაფი გამოვიდა, რადგან ანუ 2 კილო მარცვლების ყავა დაგვიჯდა 17 ევრო. და არ არის ძვირი საერთოდ. ძალიან კარგია. მაღაზია Leclerc, ვისაც აინტერესებს. ჩვენ ძალიან გვყვარს Leclerc, რა ვიცი. так, ეხლა ეს ჩამთა. დავუყურე სწორად აი ესეთი ხილის პიურეები მარწყვით და აბრიკო გარგარით. ქალბატონმა რომ წაიღოს, ძიძასთან წაიღოს ქალბატონმა. ვაპარებ, სიმართლე გითხრათ, დიდი მჭამელი არ არის ამ პიურეების. ვაპარებ, რომ 1-2 კოვზი მაინც ჭამოს არ უშავს. ამას ჩავდიახ ახლა მაცივარში. უა. Mais tu te rends compte que tu vas rentrer dans la cuisine bientôt? Tu fais quoi là? მანქანა ისე ახლოს მოვაყენა, ეხლა მეთქი სამზარეულოში შემოძვრები რა გინდა. ვიყიდეთ მაკარონი, ბევრი მაკარონი. მაკარონი პასტა. აი ესეთები და ბავშვებისთვის ან ბანი ნახეთ. ეტება, როგორ არ მიყვარს ეს არ ეტება. ინტერესებთან ამ ყოლების ფასები მაგალითად აი ეს პატარა ყოლი რომელიც ნახეთ 3 ევრომდე ღირს, ზოგი ღირს 4-5 უფრო გემრიელი, უფრო სხვანაირი ყოლები. საკმაოდ ძვირი ღირს ყოლები აქვს, მაგრამ ყიდვა შეიძლება. ცეცხლის ფასი არ აქვს, რომ ხელს ვერ მოკიდებ. ვიყიდეთ ისევ ძეხვი, რადგან ძალიან საინტერესო იყო, ანუ 3-ვე, ნახეთ, 3 პაჩკა, 3 პაჩკაში დევს 6 ნაჭერი ძეხვი, გამოვიდა 7 ევრო და ძალიან საინტერესოა. ამასაც ყველაზე იაფიან ბრინჯს ყოველთვის და სულ ყმაყოფილი ვარ. აი ასე. ეს არის ყველაზე იაფიანი ბრინჯები და სულ გემრიელია. მოვათავსებ ბრინჯის კოლოფში, ნელი აქვს რაღაცნაირი გემრიელი. და კიდევ ყიდულობ აი ასეც მრგვალი ბრინჯები როა. მრგვალი ბრინჯების დახმარებით ვაკეთებ სუშის, ვაკეთებ ფაფას ბრინჯის ფაფარძეში და კარაქში. ამიტომ ასე ამოხორტავებ კარაქში. სუში გუშინ წინ გავაკეთე და ახლა არ გავაკეთებ არა. ვიყიდე ესეთი 2 ცხობილები ლუიზისთვის, დენისისთვისაც. სალფეტკები ბავშვის, პამპერსიც ვიყიდე ზომა 5 ატარებს ჩვენი ლუიზ ახლა. გაზიანი წვენებია. ძალიან გემრიელია და კალორიებიც ბევრი არ აქვს. ასეთი მურაბა და კიდევ ქათამი გაზდაკლებით იყო ესეც. всё. ესე იგი ეს მაღაზიებანა ყველაფერი დაგვიჯდა 200 ევრო. ამდენი რაღაცისთვის მე მგონი ძალიან კარგია. არ ვიტყვი რომ უიდა ცეცხლის ფასებია და უიდა ძვირია და არანაირად. რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ უფრო იაფათაც შევჭამოთ, შეგვიძლია რომ უფრო იაფიან რაღაცებიც ვიყიდოთ, რაღაცებიც მოვიკლოთ. მაგრამ ამისთვის მუშაობთ. რომ ჩვენმა ბავშვებმა მიირთვან გემრიელად და მალინა მიირთვან რამდენიც უნდათ და მარწყვი და დალიონ და მიირთვან ნაყინი და ყველაფერი. ამიტომ ასე მეგობრებო. ეს ყველაფერი ახლა ჩავალაგებ და დავიწყებ ქათამს შევწავ აეროგრილში როგორც გითხარით, პატარა ფრთებია. მე და დავიდისთვის და
დრომალე გავიდა ძალიან 3 საათია, 2 საათ ნახევარი დამჭა, სანამ ბავშვები მოვიდა, მინდა რომ რაღაცები გავაკეთო, სადილი გავაკეთო, რამე დესერტი გამოვაცხო, სახლიც მივალაგო. და ხვალისთვის გამიზადო, ხვალ რადგან ხვალ მივდივარ პიკნიკზე. თუ ეგეთი კაი ამიდები ისე დაგხვდა. ამიტომ გავაკეთებ ახლა კათავს. ვიწყებთ ჩემი საყვარელი კერძით, ეს არის ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა შემწვარი ზეთში, ნიორი, ხახვი და გემრიელი მწვანილები. ძალიან მიყვარს ეს სადილი, მაგრამ არ მიყვარს იმაში, რომ ძალიან ბევრი ზეთი უნდა. ამიტომ ვჭრია წვრილად. შემდეგ ვათავსებ გამოსაცხობ ფორმაზე ღუმლის, ანუ ღუმელში ვათავსებ, აი ასე. შემდეგ ზემოდან მოვასხავ, რა თქმა უნდა, ზეს, თორემ მშრალი იქნება და უგემური. ასე 200 გრადუსზე, ესე 20 წუთი. იქამდე სანამდე ჩვენი ბადრიჯანი შეიწვება ღუმელში. გავარჩევ ბულგარულ წიწაკას, ამას ჩვეულებრივ დავჭრი. და ჩვეულებრივ წვავ ტაფაში, ცოტათი ზეთთან ერთად, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე აქ ვამზადებ მწვანილს, ოხრახუში, ქინძი. მე კიდევ დავუმატებ მწვანე ხავს. სახში მქონდა, მაგრამ არ არის აუცილებელი, არ მიყვარს ჩვეულებრივი ხახვის დამატება. მწვანე ხახვი, მწვანილი ნიორი, მარილი და აი ვერ წარმოგიდგენთ როგორ მიყვარს ეს სადილი პურთან ერთად ყოველ დღე შევჭამ. და ღუმელში გაკეთებული ბადრიჯანი არის ძალიან გემრიელი. არ არის ცხიმით სავსე, შემწვარია კარგად, даже შეგიძლიათ რომ მოუმატოთ და 230-ზე დააყენოთ და რომ კარგად შეიწვას და ხრაშ უნდა იყოს, ეგეც შეიძლება, გირჩევთ. ამიტომ ესე უფრო ნაკლებ ცხიმიანია, ნაკლებ კალორიანია და უფრო თამამად მივირთმევ, ვიდრე როცა ვიცი და აქ თვალში მომხვდა ნიორი. მეთქი ბარემ სამზარეულოში ვარ, სახში მარწყვი გვაქვს, მალინა გვაქვს, ანუ ბჟოლო. და გადავწყვიტე გავაკეთო რულეტი, კვერცხი, შაქარი, ერთად, ვანილი, ცოტათი ზეთი ოღონზეც მერე ვუკეთებთ, როდესაც კარგად აითქვიფება. და ახლა გამომყევით, ასათქვეფად ჩვენი კვერცხის, რადგან ჩემი მიქსერი დავდგი გარაჟში. ძალიან ხშირად ვაკეთებ ნამტვრებს, როგორც იცით, ძალიან ხშირად სახში ვაცხობ კექსებს, პეჩენიებს და ყველაფერს. და სულ ამის ხმარ ვარი, ხან ლუის ძინავს, ხან ბავშვები ტელევიზორს უყურებენ და სულ მაგათ იმაში ვარ, რომ წუწუნი. ახლა აქ არაფერიც არის მის, ლამაზად სუფთად დავდე. ყველანი წყნარად ვართ, მეც და ბავშვებიც და ოჯახიც.
ჩემი რულეტი გამოვიდა ძალიან გემრიელი, მალინა, ჟოლო და მასკარპონის კრემი იყო ძალიან გემრიელი. მე კი აქ დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, შეხვედრამდე.